მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს არის 28 დეკემბერი 2012 წელი. მინდა წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი და მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო თქვენს ცხოვრებაში. ჩავთვალეთ საჭიროდ გამოსულიყავი თქვენს წინაშე კიდევ ერთხელ. და რა თქმა უნდა მრავალჯერ ჩავერთვებით თქვენთან საუბარში და ეს ფორმატი მე მგონი მიღებული არის მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის, რომ საჯაროდ გამოსვლა პოზიციის და აზრის დაფიქსირება და დიალოგი საზოგადოებასთან. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ფორმატიც არ მოსწონთ, ისევე როგორც სხვადასხვა ფორმატები, მაგრამ მე არ მინდა ეხლა მათ ესაა ძალიან უმცირესობა თითოეულ ადამიანი, უბრალოდ რაღაცებს არ მინდა ეხლა გამოვიყენო ძალიან ისეთი უხეში სიტყვები, მაგრამ მიედმოედებიან რაღაცები, ვითომ თავიანთი ჭკუით უნდათ რაღაცას, უნდათ და საბოლოოდ არაფერი არ უნდათ მე მგონი ამ ადამიანებს და სხვა საზოგადოებასაც თავგზას უგნებენ. მაგრამ მე ვთვლი, რომ აუცილებელია საზოგადოებასთან დიალოგი, კითხვები, რომელიც ებადება საზოგადოებას, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და საზოგადოების ჩაბმა პროცესებში და არა მარტო ის, რომ საზოგადოება მოუყუროს შორიდან და ჩათვალოს საჭიროს თითქოს სხვა მარტო დამნაშავე, სხვა მარტო ვალდებული, რომ რაღაც პირობები შეუქმნას და თვითონ არ უნდა აკეთოს არაფერი. ვალდებული არის მთავრობა. იმიტომ რომ თუ არის არჩეული ეს ხალხის მიერ, რა თქმა უნდა, ესაც აღსანიშნავია, და თუ არის არჩეული ხალხის მიერ, ვალდებული არის მარტო მთავრობა და მთავრობას უნდა მოსთხოვოს საზოგადოება კითხვებზე პასუხი, რა კითხვებიც ებადება თვითონ საზოგადოებას. ხოლო ისეთ ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებრივ საწყისებზე იქნება, მას მოსთხოვო რაღაც დახმარებები და რაღაც ხელის გამართვის, ასე ვთქვათ, ვალდებულებები, ეს მე მგონი უზნეობაა და რატომ ვიძახი ამას, იმიტომ რომ როდესაც ჩემი გამოსვლები, თითოეულ გამოსვლა დავდე ადნაკლასნიკებში, ზოგი გამომეხმაურა და მომწერა თუ რას აკეთებს საზოგადოება საქართველოს ხალხისთვის. მე ვუბრუნებ ასეთ კითხვას. ხალხი რას აკეთებს ქართული საზოგადოებისთვის? რა თქმა უნდა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს არაა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, არც დიასპორული ორგანიზაცია, არც სათვისტომო, ეს არის სპორტულ-კულტურული საზოგადოება, რომლის მიზანი დასაწყისშივე იყო, რომ ქართულ ბავშვებს დახმარებოდა, რომ მიეღწიათ წარმატებებში სპორტში და ხელოვნებაში და გასულიყვნენ უფრო დიდ ასპარეზზე საბერძნეთის ფარგლებს გარეთ ევროპაში, მსოფლიოში და მიეღწიათ წარმატებები. და ამიტომ ჩვენ ვართ გაწევრიანებული როგორც საზოგადოება სპორტისა და კულტურის სამინისტროში, სამხარეოს განყოფილებაში
და აქ აღირიცხება ჩვენი საქმიანობა, თუ რას ვაკეთებ და რა გვინდა ჩვენ. ეხლა ის რომ წარმატებული იყო თუ წარმატებელი ეს უკვე სხვა საკითხია, რა თქმა უნდა. და იმის მაგივრად რომ ჩვენ მოვინდომეთ რომ დამხმარებოდით ქართულ ბავშვებს, შედეგად მივიღეთ სხვადასხვა ჯგუფებისგან ზურგში დანის ჩაწყობები. ასე ვთქვათ, სათვისტომოს პრეზიდენტებისგან და დიასპორის პრეზიდენტებისგან და ამ ყველაფერს ტაშს უკრავდა საქართველოს მთავრობები. მე კიდე მინდა გითხრათ და გაგახსნათ ის ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მე არ მინდა ეხლა დავკონკრეტდე, თუ გამომეხმაურებიან ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, დიალოგში თუ შემოვლენ, რასაც მე ვითხოვ ამ დიალოგს. და ანალიზი გავუკეთოთ ყველაფერს. კი ბატონო, სადაც უნდათ და როგორც უნდათ. ზოგს სხვენია ვიდეო კამერების, მაგრამ მე შევთავაზე რომ არ გამოჩნდება ისე ისაუბრეთ. ხო, კიდე არ დამავიწყდეს ის რომ დააღვნიშნო ამ საზოგადოებასთან არსებული ჩამოყალიბდა ასევე საქართველოს კორფბოლის ფედერაცია, რომელიც გაწევრიანებული არის მსოფლიო ფედერაციაში. ჩვენ მივიღეთ სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობა, მაგრამ ის თავი რაც გვინდა რომ ჩამოვაყალიბოთ საქართველოს ნაკრები აქ საბერძნეთში და მიიღოთ მონაწილეობა დიდ შეჯიბრებებში. და რა არის კორფბოლი? კორფბოლი არის, ზოგმა შეიძლება არ იცის, ეს არის ჰოლანდიური ნაციონალური სპორტი. ძალიან მაღალ დონეზეა ჰოლანდიაში, ასე რომ კავშირები უფრო კაი კავშირები გვექნებოდა ჰოლანდიასთან. და ეს სპორტი არის იმ დონეზე, რეგბის და სამბოს დონეზე და აქვს თავისი კანდიდატურა წამოყენებული, რომ შევიდეს ოლიმპიური თამაშებში 2016 წელს. და ყველა პირობა იმისკენ, რომ გახდეს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ეს სპორტი. და მე მგონი არ იქნებოდა ურიგო, რომ ქართველი ბავშვები მიიღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა დიდ შეჯიბრებებში, ღონისძიებებში. ეს საშუალება და შესაძლებლობები, რაც ჩვენ დაუსახეთ, დაუდეთ და გზა გაუყვალეთ ჩვენ ბავშვებს, არავინ არ მისცემდა. ეს უხსნი დასაწყისშივე. და არც ახლა არავინ არ მისცემს. მაგრამ ადამიანები აღმოჩნდნენ ავტოკატასტროფის მიმდევრები. მე ამ მოზარდებს ყველა მოზარდს მინდა ურჩიო, რომ ჩაება სამ პროცესებში, თავი გამოიჩინო სპორტში და კულტურაში და ხელოვნებაში და ამის საშუალებები მაქვს დარბაზები, ფედერაციებში გაწევრიანებული ვარ და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა დიდ შეჯიბრებებზე. და შემდეგში, რა თქმა უნდა, ექნება თანაზღაურებაც. და მეორე მომენტი არის ის კიდევ, რომ ამ მოზარდებს აქვთ უფლება მიიღონ საბერძნეთის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, ისევე როგორც საქართველოში, ასევე საბერძნეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. და ამის გზა, რომელიც არსებობს, შეგვიძლია ჩვენ მივცეთ და დავუხატოთ და თავი გამოიჩინო და წარმატებული ადამიანები გახდნენ. ზოგი მავანდი თავიანთ თავს უწოდებს ძალიან განათლებულ და ასე ვთქვათ ინტელიგენტ
პიროვნებებს, მაგრამ აქვთ ასეთი ძალიან დიდი შეცდომა, რომ სხვა შეცდომებთან ერთად რა თქმა უნდა, რომ წარმატებული ადამიანები ჩვენ არ შეგვიძლია რომ შევქმნათ წარმატებული ადამიანები. ჩვენ არ შეგვიძლია რომ ხელი შევუწყოთ წარმატებულ ადამიანებს, წარმატებული ადამიანი გახდეს. მათი თქმით, წარმატებულ ადამიანს ქმნის ღმერთი და თავისი მონდომება. რა თქმა უნდა, ვეთანხმები ყველანაირად, რომ ღმერთის ჩაურევლობის გამო არაფერი არ გაკეთდება და თვითონაც უნდა მოინდომოს, მაგრამ მას გვერდში უნდა ედგნენ გამოცდილი და მცოდნე ადამიანები, რომლებიც დაანახავენ გზას დაანახავენ მათი აღმავლობისკენ, მათი აღმავლობისთვის. თუ მათ გვერდში არ ეყოლებათ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. და ყველა წარმატებულ ადამიანს დასაწყისშიც და შემდეგშიც ყოველთვის და მაღალ მწვერვალზეც ყოველთვის ედგა ვიღაცა გვერდში. რა თქმა უნდა, ღმერთი, რა თქმა უნდა, თავისი მონდომება, თავისი თავდადება დაახარჯვა ბოლომდე, უნდა დაიხარჯოს ყველა ადამიანი თავისი წინსვლისთვის. ყველანაირად, მორალურად, ფიზიკურად, ენერგია, დრო, ყველაფერი უნდა დაახარჯოს, მაგრამ აუცილებელია კიდევ გვერდში ედგნენ მისი მოკეთი ადამიანები. და მისი წინწამწევი, ესე იგი, ადამიანები, რომელსაც გაუხარდებათ მისი წინწასვლა და რომლებიც სიამაყებენ მისი წინწასვლით. ასეთი ადამიანები აუცილებლად სჭირდება გვერდში. ეს მინდოდა ჩემო კარგებო მეთქვა. რა თქმა უნდა, მე თქვენ ყველა კითხვას პასუხს გავცემ. თქვენი არც ერთი კითხვა არ იქნება პასუხგაუცემელი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენ თუ არ მიიღეთ პროცესებში მონაწილეობა, თქვენ თუ არ გახდით აქტიურები, ნუ რავისგან მოელით, რომ ვიღაცა ანელგუჯა მინაძე მოვა, ან ქართული საზოგადოება, სპორტულ-კულტურული საზოგადოება საქართველოს და თქვენ დაგეხმარებათ. ან ნუ ჩათვლით იმათ, რომ ვალდებულად ჩათვალოთ თქვენ, რომ ვიღაცა მოვიდეს, ან მე მოვიდე და რაღაცაში დაგეხმაროთ. რა თქმა უნდა, შეძლების დაგვარად, ყველას შეძლების დაგვარად, რაც შეგვიძლია მხარში დაუდგებით, მაგრამ ასე ვთქვათ, რომ ვალდებულებას ნუ აკისრებთ ნურავის. ვალდებულება შეგიძლიათ დააკისროთ მაშინ, როდესაც თქვენ თვითონ მიიღებთ მონაწილეობას და თქვენ თვითონ დაიხარჯებით. ძალიან დიდი მადლობა, კიდევ ველი თქვენს კითხვებს და იმედია გაგრძელდება ასეთ რეჟიმში ჩვენი დიალოგი. მადლობა.